მოგესალმები გიორგი, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობ დროს და იღებ გადაცემაში მონაწილეობას, როგორც ვიცი. ახლა საცხოვრებელი სახლიდან გვერდთვების აგურამოში იმყოფები და აი ამ დროის მონაცემებით რა ხდება, ისევ დგანან თუ არა ეს დაბურულ შუშებიანი ავტომობილები თქვენ საცხოვრებელ სახლთან, რომ გითხრათ, აი ამ წუთის მდგომარეობით როგორი არის ვითარება. მოგესალმებით და მივესალმები ტელემაყურებელს. ამ წუთის მონაცემებით სანამ თქვენი ოპერატორები და TV პირველის მიკროფონი ჩვენთან იმყოფება, მათ როდესაც დაინახეს კამერები და მიკროფონი, ამას ბევრი ადამიანი შევესწარით, როგორ გაიქცნენ ტერიტორიიდან და ეძებდნენ გასასვლელ გზებს ჩემი სახლის ზემოთ და ქუჩიდან. თუმცა ისინი დილის 7 საათიდან არიან დისლოცირებული ჩემი სახლიდან 130 მეტრში. გარდა ამისა, ჩემს საქმეო პარტნიორს ირაკლის დაძდევენ მანქანი დილიდან. ამას იმდენად დემონსტრაციულად აკეთებენ, რომ მანქანას რომ ვაჩერებთ, გვერდზე აჩერებენ და რომ მიდიხარ და ეუბნები, რომ ვიხართ, რატო დაგვიზევთ რა გინდათ, სახეზე ხელს იფარებენ, ან უბრალოდ მანქანის პარკირების ადგილს იცვლიან რამდენიმე მეტრით. კი ბატონო, გიორგი, აი როგორ ფიქრობ? ამას უკვე ძალიან ინტენსიური სახე აქვს დაახლოებით მეორე დღე გამოდის ამ უშუალო დევნას, ხოლო რაც შეეხება ტელეფონზე მოყურადების ნაწილს, დღეს მე გავასაჯარო ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის ცნობილი გახდა, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ გამოჩნდნენ გარკვეული, არ ვიცი, შეფარული კოცები არიან თუ სუსტან დაახლოებული პიროვნებები, რომლებიც დაიწყეს პროპაგანდირება, რომ ეს შეუძლებელია, ყველაფერი შესაძლებელია და თუ ამდენი, თქვათ, არა აქვთ მათ რაღაცა ცოდნა, შეუძლიათ ცოტა რაღაცნაირად დააპდეიტონეს მათ მეთოდები და ისინი დარწმუნდებიან, მათ დღევანდელ რეჟიმს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ კანონის გვერდისავლით განახორციელონ ჩვენი ტელეფონების მიყურადება და მათ შორის მოახდინონ იქიდან დატა ინფორმაციის კოპირება. რაც ალბათ ერთ-ერთი ნაწილი არის აი ამ ჩვენი დევნის, რადგან მათ როგორც ფიზიკური მეთვალყურეობა და დევნა ჭირდება ჩვენზე, ასევე ჭირდებათ თქვათ ტელეფონების გამოყენებით ამის განხორციელება. კი ბატონო, გიორგი, აი რა შეიძლება უკავშირდებოდეს ესეთ რაღაცა აი გაძლიერებულ რეჟიმში დაკვირვების ქვეშ რომ იმყოფების სპეცსამსახურების მხრიდან და აი რამდენად შესაძლოა ეს კავშირში იყოს იმ ფაქტთან, რასაც ქვია ბაჩიაშვილის ქვეყნიდან გასვლა, მაშინ როდესაც არ ვიცი, შეიძლება ამას რაღაც სისტემის კრახიც უწოდოთ, გაეპარათ ფაქტობრივად, როგორც თავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს ამას ბაჩიაშვილი ქვეყნიდან და ეს რამდენად შეიძლება იყოს კავშირში, რომ აი საფრთხეს ხედავდნენ თქვენ შემთხვევაშიც, რომ არ დატოვა ქვეყანა, იმიტომ რომ მართლაც აი სულ რამდენიმე დღეში ელოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. კი ბატონო, მე არ გამოვრიცხავ, რომ ერთგვარად ეს ყოფილიყო მასტიმულირებელი მათი აი ამ გააფთრების, თუმცა ჩვენ მთელი პროცესის განმავლობაში დღიდან ამ სიტუაციების დაწყებისა არაერთი ზეწოლის მსხვერპლი გამხდარ ვართ, ასევე საგამოძიებო პროცესებში იყო არაერთი ზეწოლა, იყო თავდასხმა ჩემი ოჯახის წევრზე, შემდეგ იყო შემოთვლებიც, ამიტომ ეხლა დღეს რაც საკეთებენ, უბრალოდ ესე დემონსტრაციულად ეს არასოდეს უკეთებიათ, იმიტომ რომ არ შეიძლება ერთი ადამიანის, ასე ვთქვათ, თვალ-თვალს ჭირდებოდეს სამი მანქანა, თითოში სამი ადამიანით მოთავსებული და რაღაცა მგონია, რომ განსაკუთრებით აგრესიულები არიან და ეშინიათ, რომ რაღაცა მსგავსი არ დაემართოთ, თუმცა მე ვაპირებ აქ ყოფნას და ამ საქმის ბოლომდე მიყვანას. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა ივანიშვილის ცირკი, რომელსაც დღეს სასამართლოს უწოდებენ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს, იმიტომ რომ ამას ხელმძღვანელობს მოსამართლე იზაკ ელენჯერიძე, რომელიც გახლავთ მურუსიძის კლანის ავამავალი ვარსკვლავი და იმ თეორიის გამტარებელი, რომელიც იძახის, რომ სანქციები კარგია. შესაბამისად, ეხლა ამ ადამიანისგან მიღებული გადაწყვეტილება ჩვენთვის არაფერს ნიშნავს. რამდენი ხანიც მოგვიწევს იმდენი ხანი ჩავჯდებით ციხეში, მაგრამ იქ კიდე სხვა საფრთხეებზეა საუბარი, ამაზე ცოტა უფრო ვრცლად ვისაუბრებ ბოლო დღეებისკენ და ჩვენ რა თქმა უნდა მთელი იმედები გვაქვს სტრასბურგის სასამართლოზე, რომელიც კიდევ ერთხელ ამხელს ამ რეჟიმს და ამ სისტემას მათ აი ამ ქმედებებში. შესაბამისად არაფრის მოლოდინი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ცხოვრობთ რუსულ დიქტატურაში, სადაც ყველაფერი მოსულა ის ქმედებებს გულისხმობ, რომელსაც ისინი თუნდაც მეორე დღე ახორციელებენ აი ამ მანქანების დევნით და ასე შემდეგ.
კი ბატონო, გიორგი, არის რამე რისი თქმაც მაგალითად თქვენ გააქვთ გადაწყვეტილი, ან საერთოდ გააქვთ თუ არა სათქმელი კიდევ რაიმე დამატებით ამ სისტემასთან დაკავშირებით, აი დაუშვათ აი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ იტყვით თუ არა უფრო მეც, ანუ არის თუ არა რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომლის გაჟღერებაც თქვენ გსურთ და აი რაღაცას ელოდებით მინიმუმ გადაწყვეტილებას. კი ბატონო, მე ანუნა თქვენ კარგად იცით, მათ შორის ნოდარ მელაძის საგამოძიებო გადაცემებში არაერთ ფაქტში ვამხილეთ ეს ჰეროდე ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გვაიძულებდა რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების თავის არიდების ნაწილში მონაწილეობის მიღებაზე, შემდეგ იყო ამ ცოლქმარი კრუშანოვების ამბავი, რომელთანაც გვატანდნენ გაურკვეველ ნივთიერებებს და გვაიძულებდნენ ამის კეთებას. ასევე შემდეგ გაირკვა, რომ ეს კრუშანოვები უფრო ღრმად არიან ამ ქვეყანაში ინტეგრირებული, მეტიც არსებობს ეჭვები და საკმაოდ მყარი, რომ ეს ადამიანი წარმოადგენს რუსეთის დაზვერვის სამსახურს, რომელიც ჩემი ინფორმაციით უკვე რამდენიმე თვეა საქართველოში არის და მინდა უბრალოდ ერთი რამ თქვა და ამას ვეუბნები პირველ რიგში სისტემის გასაგორად, რომ ბოლო თავი მეჯერ არ გადამიშლია, ამ თავს შემოვინახავ ჩვენი დასკვნითი სასამართლოს ეტაპისთვის. აი ეს თავი რამეს შეცვლის რადიკალურად? არ ამგონია რადიკალურად რაიმე შეცვალოს, თუმცა თუ ისინი არიან, ასე ვთქვათ, ჩვენი განწირვისთვის მზად, ჩვენ მაქსიმალურს გავაკეთებთ, რომ სანამ ვართ გარეთ და თავისუფლებაზე, ეს ადამიანი მაქსიმალურად იყოს მხილებული მთელი ერის წინაშე და არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე და მერწმუნეთ, ჩემი ინფორმაციით არაერთი ქმედებები იქნება ამ ინფორმაციების დაყრდნობით, რომელიც დიდ სილას გაარტყავს სახეში ამ რეჟიმს. კი ბატონო, გიორგი, იცით რა მინდა გკითხოთ, აი როდესაც უკვე თქვენს წინააღმდეგ დაიწყო ოფიციალურად სისხლის სამართლებრივი დევნა, რასაც მანამდე წინ უძღოდა არაერთი მოთხოვნა, შანტაჟით შეიძლება დავარქვათ მათი მხრიდან ამ ყველაფერს. აი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, აი სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, აი ყოფილა თუ არა რაიმე მცდელობა მათი მხრიდან, რომ აი რაღაცნაირად დაელაგებინათ ეს ამბავი თქვენთან. იცით რატომ მკითხულობ, რომ აი თქვენ შემთხვევაშიც ისევე როგორც ბაჩიაშვილის შემთხვევაში ორივე სისხლის სამართლის საქმეა, მაგრამ ორივეს შეგიფარდეს გირაო, ხო? რაღაცა აღკვეთი ღონისძიების სახით, მაშინ როდესაც ჩვენ გვაქვს პრეცედენტები, არ ვიცი, რაღაცა. სანამ კითხვას გააგრძელებთ, ეხლავე გეტყვით, ჩვენ შემთხვევაში გირაო რის საფუძველზე იყო შეფარდებული. მათ 4 ივლისს, როდესაც წაგვიყვენეს ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალი და ჯერ გამოძიება დაიწყეს თითქოს რაღაც დიდი რაოდენობით აღლიტობით, ხოლო შემდეგ ეს საქმე რადგან არ ეყოთ ისე არ ვიცი, უტვინოდ ქონდა ჩეკერილი, ბოლო დღეს ბრალი გადაგვიკვალიფიცირეს მითვისებაზე, ეს გახლავთ ამ ქვეყანაში უმეტესობა დასჯილი ადამიანის მუხლი. 4 ივლისს ისინი გვიპირებდნენ დაკავებას, თუმცა ჩვენ რაც გავაკეთეთ, მე ძალიან კარგად მახსოვს, მოვედი TV პირველში, მთელი ინფორმაცია რაც გამაჩნდა, ამის ასლები მოვიტანე და ვთხოვე, რომ თუ მე ვიქნებოდი დაკავებული, ეს ინფორმაცია მომენტალურად იმ დღესვე ყველაფერი ყოფილიყო ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი. შემდეგ ეს ინფორმაცია, რა თქმა უნდა, ჩვენო ადვოკატმა იცოდა და რაღაცნაირად ეთყობა იმდენად გვაზიან ტელეფონზე, რომ ეს იგივე ინფორმაცია გაიგო პროკურატურამაც და 9 საათში პროკურორ დიმიტრი ფაღავას მეთაურობით გვითვლიდნენ, რომ არ გაგვეშვა ეს მასალა ეთერში, ამას გაგვიცვლიდნენ გირაოში. და რაზეც ჩვენ მაშინ თანხმობა განუცხადეთ და ეს ყველაფერი გაიცვალა ამ ინფორმაციის დრო, თქვათ, ერთიანად გაშვება რო არ მოხდარიყო, სანაცვლოდ ჩვენ მოგცემდნენ გირაოს. აი ამიტომ ვარ გირაოთი გარეთ და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჩვენთან რაიმე ვაჭრობის მცდელობა ექნებოდა მომავალში. რაც შეეხება დანარჩენს, მინდა გითხრათ, რომ ვაჭრობას აზრი არ ექნებოდა, იმიტომ რომ ჩვენ განქონდათ მათ წინასწარ ინფორმაცია მიწოდებული პროკურატურას, რომ ჩვენ შემთხვევაში ვაჭრობა არ იქნებოდა და ეს ბრძოლა ჩვენი მხრიდან იქნებოდა მიყვანილი ბოლომდე, მიუხედავად მათი ნებისმიერი განზრახვისა, ეს იქნებოდა ჩვენი ციხეში ჩასმა, ზეწოლა თუ ასე შემდეგ და ასეც ვიქცევით. კი ბატონო, და აუცილებლად მინდა გკითხოთ, გიორგი. დღეს ქვეყანას სათავეში ყავს ესე იგი რუსი ოლიგარქი, რომელსაც პლუს აქ ეხმარებიან რუსეთის დაზვერვის თანამშრომლები ამ სიტუაციების მართვაში, რაც დღეს ქვეყანაში ხდება და ქვეყანას ყავს კრიმინალი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი.
კი ბატონო და აუცილებლად მინდა გკითხოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებზე. მე ვიცი რომ თქვენ აქტიური კომუნიკაცია გაქვთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან თუ ასე შემდეგ. აი რა ხდება ამ კუთხით? მათი ინტერესი როგორია? აი მართლაც რა სულ რაღაც დღეებია დარჩენილი ხო უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე და აი თქვენც ფაქტობრივად შეგუებული ხართ იმას რომ შესაძლოა აღმოჩნდეთ გისოსებს მიღმა. აი რას გეუბნებიან ჩვენი პარტნიორები, რამდენად ეთმობა მათი ყურადღება, თუნდაც დაეთმობა მომავალში განცხადებების დონეზე აი ამ საქმეს, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მიმდინარეობს. კი, ანა, ჩვენი დაკავება აქ არსებითად ამ მიმართულებას ხელს არ შეუშლის, რადგან ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში ვიყავით, ვართ და მომავალშიც ვიქნებით. ძირითადი ინფორმაცია, რაც საჭირო იყო, ვთქვათ, ჩვენგან უკვე მიწოდებული აქვთ. იმაზე მეტი აქვს მიწოდებული, ვიდრე ამ რუსულ რეჟიმს წარმოუდგენია. შესაბამისად, ჩვენ გვჯერა, რომ ის პერიოდი, რაც დაგვჭირდება სტრასბურგში საბოლოო განაჩენის მისაღებად, რომ კიდევ ერთხელ მხილდეს ეს ხელისუფლება მის არაადეკვატურ ქმედებებში და დანაშაულებრივ ქმედებებში, მე მგონია, რომ ინფორმაცია საკმარისი აქვთ რეაგირებებისთვისაც. უბრალოდ ეს რეჟიმი მინდა აუნიშნო და იყენებს რას? გლობალურ მდგომარეობას, რის გამოც შეიძლება გარკვეული ტემპი არ არის ჩვენთვის მოსაწონი საერთაშორისო თანამეგობრობიდან, თუმცა მერწმუნეთ თიძესათველია დღეებია დარჩენილი, როდესაც ეს ტემპი ჩადგება თავის წყობში და ყველა მიიღებს საკადრის პასუხს. ეს სანამ მოხდება ამ რუსული დიქტატურის ცვლილება. ხოლო ცვლილების შემდეგ თითოეული მათგანი, ეს იქნება გამომძიებელი რიგითი, პროკურორი თუ მოსამართლე, ყველანი აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა.